გამარჯობა გოგოებო, ვინმეს გლოსი ხომ არ გაქვთ? აი, გამომართვი დიანა. დიანა, მოწყენილი რატომ ხარ? დიანა, ეს საყვარელი რაღაც გარეგნობა რა არის? გოგოებო, ძალიან ცუდად არის ყველაფერი. დიანა, სმაილი? არა, გოგოებო, სმაილი არა, დედაჩემი და ჩემი პირადი დღიური. წარმოიდგინეთ. მოიცადე, როგორ? უბრალოდ აერია ჩემი პირადი დღიური ჩემს დავალების ველში. დიანა და რა გეწერა ეგეთი? აი, შენიც წაიკითხე. ამიტომ გამოვიყურები დღეს ასე. დედაჩემმა მითხრა, რომ აღარანაირი მოკლე ქვედაბოლოები, მოტკეცილი კავები, არაფერი და არც გაშლილი თმა. გამარჯობა, პირადო დღიურო. დღეს გავიკეთე ტატუ ისეთ ადგილას, სადაც დედაჩემი ვერ დაინახავს. ძალიან მომწონს ეს ტატუ. დიანა, ეს წაიკითხა? ხო, კნოპა. და მარტო ტატუზე არა გააგრძელე? გამარჯობა, დღეს კინოში ვიყავი სმაილთან ერთად და უკანა რიგებში ვაკოცეთ ერთმანეთს. დიანა, და რა გითხრა დედაშენმა? მერი, ვერ ხედავ, დედაჩემმა მითხრა, რომ დღეიდან აღარანაირი წვეულებები, აღარანაირი ბიჭები, მხოლოდ კონცენტრირება სწავლაზე. საყვარელო, რა მოხდა? სმაილ, მოკლედ ჩარში ვარ, მაგრამ წავიდეთ საპირფარეშოში, იქ ვისაუბროთ, რომ ვერავინ გაიგოს. მოიცა დიანა, დედაშენმა ჩვენ კოცნებზე წაიკითხა. სმაილ, კი, მაგრამ სასაცილო საერთოდ არ არის. ახლა მთლიანად მაკონტროლებს და ნახე რას გვავარ. პირველ კლასელ გოგონას დამამსგავსა, ისე გამომიშვა. ხო დიანა, არაა პრობლემა, შეგიძლია წახვიდე და გამოიცვალო. ხო და მე ვიღაცა ფოტოს გადამიღებს და სკოლის ჯგუფში გააგზავნის. არა, მადლობა. კარგი, ხო, გასაგებია, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთოთ, დღეს ხო ერთად გასვლას ვაპირებდით. სმაილ, არ გესმის, დღეს ვეღარსად ვეღარ წავალთ. გამარჯობა. დიახ, დღეს დიანამ გაკვეთილზე ისევ დააგვიანა. დიანა, რა? დიახ, როგორც მთხოვეთ, ყველაფერს გეუბნებით და ის სრული კონტროლის ქვეშ მყავს. დიანა, სად მიდიხარ? იცით რა, ნასტია, ასე არ ვისწავლი, არ არის ნორმალური ჩემი ყველგან გაკონტროლება.